მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამტოვო ჩემი თანამდებობა, მე გახლავართ სურსათის უნებლობის სააგენტოს სურსათისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი. ამ წლების მანძილზე 5 წელია გახლავართ ამ დეპარტამენტის უფროსი. ამ წლების მანძილზე მე ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ გარკვეული შრომა და ჩემი გამოცდილება ჩამედო ამ საქმეში. რა თქმა უნდა, რაღაც გაკეთებული გახლავთ ამ სამსახურში, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი ჩანს, რომ ეს არის ფასადური, ეს არ არის ჭეშმარიტი კონტროლი, რაც უნდა განხორციელდეს. დაცული უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობა, როგორც იმპორტირებული პროდუქციისაგან, ყველა უნდა კონტროლდებოდეს ეს პროდუქცია, უნდა იყოს მძლავრი ლაბორატორიები და ასევე უნდა კონტროლდებოდეს მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, ეროვნული წარმოების პროდუქცია და პირველ ყოვლისა ხელი უნდა შეეწყოს ეროვნული წარმოების პროდუქციას. მინდა მოვახსენოთ, რომ საქართველოს მინისტრაფის და მათ შორის ჩვენი სამსახურის სურსათის უნებლობის კუთხე გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ევროინტეგრაციის ჭრილში, ვინაიდან სწორედ ევროექსპერტებმა მოითხოვეს სამი ძირითადი საკითხი, ეს არის შრომის კოდექსი, ანტიმონოპოლური სამსახური და სურსათის უნებლობის საკითხი და მე იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება, ახალი კოალიცია ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით განახორციელებს ჭეშმარიტ და რეალურ რეფორმებს, რომელიც ჩვენ მართლა მიგვიყვანს და მართლა გავხდებით ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ოჯახის წევრი.